მოგესალმებით ყველას, თქვენ იმყოფებით არხზე ისწავლე ყველაფერი კომპიუტერზე. დღევანდელი ვიდეოთი მე მინდა გასწავლოთ ერთი პატარა პროგრამის გადმოწერა და დაყენება, რომელიც დაგვეხმარება ჩვენს კომპიუტერულ სისტემაში არსებული ყველა პროგრამის ავტომატურ კონტროლში. რაც გულისხმობს იმას, რომ ამ პატარა პროგრამით თქვენ შეძლებთ კომპიუტერში არსებული ყველა პროგრამის დასკანერებას. დასკანერების შემდგომ იმის დადგენას აქვს თუ არა რომელიმე პროგრამას უახლესი ვერსია გამოსული და შემდგომ უკვე მის განახლებას, ანუ ეგრეთ წოდებულ updates. ამ შესანიშნავი პროგრამის დასაყენებლად პირველ რიგში უნდა გახსნათ ბრაუზერი, შემდგომ საძიებო სისტემაში ჩაწეროთ პროგრამის სახელი, რომლის სახელწოდებაც არის Winget UI. დავაჭიროთ Enter-ს. ამის შემდგომ გადავიდეთ ოფიციალურ GitHub გვერდზე. ეს პროგრამა არის სრულიად უფასო და ღია კოდის მქონე. რის შედეგადაც მათ აქვთ GitHub-ზეც მეგობრებო ოფიციალური გვერდი, სადაც შეგიძლიათ ყველაფრის შემოწმება, აბსოლუტურად ყველა ფაილის. თუ ეჭვი გეპარებათ, რომ ეს პროგრამა შეიძლება არ იყოს სანდო, ან მოიცავდეს რაიმე საშიშ კოდს ან ჩანაწერს. ამის შემდგომ შეგვიძლია გადავიდეთ ოფიციალურ ვებ გვერდზე, ან პირდაპირ GitHub-იდანვე გადმოვწეროთ, მაგრამ მე უბრალოდ გადავდივარ ოფიციალურ ვებ გვერდზე, რათა განახოთ თუ როგორ გამოიყურება ოფიციალური ვებ გვერდი და რამდენი გადმოსაწერი წყარო აქვს. პირველ რიგში გადმოწერა შეიძლება უშუალოდ ამ ვებსაიტიდან, Microsoft Store-დან, GitHub-იდან და რამოდენიმე სხვა გადმოსაწერი წყაროდან, როგორც არის სხვადასხვა საიტები, რომლებიც აგროვებენ პროგრამების პაკეტებს, მეგობრებო. ამის შემდგომ დავაჭიროთ download Relax. Save as, შევინახოთ დესკტოპზე და დავაჭიროთ save. დაველოდოთ რამოდენიმე წამი. პროგრამის გადმოწერა როგორც კი დამთავრდება, უბრალოდ შეგვიძლია გავთიშოთ საიტი და გავთიშოთ ბრაუზერიც. შემდგომ დავიწყოთ პროგრამის დაყენება. ჩავრთოთ საინსტალაციო პროცესი. დავაჭიროთ install for all users. ვინაიდან და რადგანაც ეს არის რეკომენდირებული გზა ამ პროგრამის დაყენების. შემდგომ უკვე უნდა ავირჩიოთ ჩვენთვის სასურველი ინტერფეისის ენა, ანუ ის ენა, რომელზეც იქნება პროგრამა. ჩემს შემთხვევაში ეს არის ინგლისური. შემდგომ ვაწვევით OK-ს, Next, Next, Next და Install. დაველოდოთ რამოდენიმე წამი. როგორც ხედავთ, პროგრამა დაყენდა. ამის შემდგომ შეგვიძლია საინსტალაციო პროცესი გავთიშოთ და ჩავრთოთ უშუალოდ ჩვენი პროგრამა. პროგრამის ჩართვის შემდგომ ნახავთ, რომ უახლეს რელიზებში პროგრამას სახელი გადაერქვა, თუმცა ეს ჩვენთვის მნიშვნელობას არ მოიცავს და არ წარმოადგენს არანაირ, ასე ვთქვათ, სერიოზულ საფეხურს და ვხვდებით ასეთ გრაფას. პირველ გრაფაში ვხედავთ მეგობრებო ძირითად გვერდს, სადაც შეგვიძლია კონკრეტული პროგრამის მოძებნა search გრაფით. ასევე ვხედავთ ავტორიზაციის გრაფას და თუ GitHub-ის აკაუნთი გაქვთ, შეგიძლიათ გაიაროთ ვერიფიკაცია. შემდგომ ვხედავთ software update. სწორედ აი ამ სკანერის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ თქვენს კომპიუტერში არსებული ყველა პროგრამის დასკანერება და თუ მათი უახლესი ვერსიები არსებობს და ხელმისაწვდომია, აი ესე ამოაგდებს. ამის შემდგომ თქვენ შეგიძლიათ რომელიმე მათგანის განახლება, აი მაგალითად მე მინდა სიტყვაზე ვთქვათ Blender-ის და Bitwarden-ის განახლება. მოვნიშნავ მათ და დავაწვევი update selection. ან უბრალოდ მოვნიშნავ ყველა კომპონენტს და აბსოლუტურად ყველა პროგრამას განვაახლებ. აი ესე ძალიან მარტივად შეგიძლიათ ამ შესანიშნავი პროგრამით თქვენს კომპიუტერში არსებული ნებისმიერი პროგრამა გააკონტროლოთ, ნახოთ აქვს თუ არა მას უახლესი რელიზი და გადმოწეროთ თუ აქვს რა თქმა უნდა ხელმისაწვდომი ახალი ვერსიები. დღეისათვის სულ ეს იყო. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს ყურადღებისათვის. ვიმედოვნებ, რომ მოგწონთ ჩემს არხზე განთავსებული კონტენტი და ზოგადად ჩემი არხიც. თუ რომელიმე თქვენთაგანს გექნებათ რაიმე სახის შეკითხვები, თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ ეს შეკითხვები My Videos კომენტარებში, YouTube-ის კომენტარებში მეგობრებო, ან დამიკავშირდეთ Twitter აკაუნთისა და იმეილის გამოყენებით, რომელიც მითითებულია აბსოლუტურად ყველა ვიდეოს აღწერაში. ყველას კიდევ ერთხელ გიხდით ძალიან დიდ მადლობას ყურადღებისათვის.